მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გამოდაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმრები მეყოლება ჩემს გადაცემაში. მრავალშვილიანი მამა, მრავალშვილიანი ოჯახი, 6 შვილის მამა, 90-იანი წლებიდან ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრობთ მე და რამაზ როინიშვილი. უნიჭერესი მუსიკოსი და დღეს არის მის პატარა შვილებთან ერთად მოსული, უნიჭერესი ბავშვებთან ერთად და სტუდიაში მხოლოდ სასაუბროდ შემოვლენ მხოლოდ მამასთან ერთად ის ორი ბავშვი და ჩემი რამაზის შვილები და მესამე რომელიც უნდა შემოსულიყო სტუდიაში პატარა თამუნა როინიშვილი მოერიდა საუბარი ჩემთან, მაგრამ დამპირდა რომ ლამას სიმღერას შემისრულებდა დღეს ჩემს გადაცემაში. და მე ძალიან აღტაცებული დავჭი ამით და ქუთაისლების ოჯახი, ქუთათური ოჯახი, მით უმეტეს დღეს 4 ადამიანი ვართ დღეს ქუთათურები ჩემს გადაცემაში. მე როგორც ამ გადაცემის ავტორი, წამყვანი და ჩემი სტუმრები. მხოლოდ სტუდიაში არ მეყოლება პატარა თამუნა, მაგრამ ის მოგვიანებით შემოგვიერთება და გვიმღერებს მის ლამას სიმღერას, ლამაზი ხმით და ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, ეს ქუთაისური ოჯახური იდილია გვაქვს დღეს ჩემს გადაცემაში და სანამ მოვიწვევდე სტუდიაში ჩემს სტუმრებს, მე მინდა ერთი ლამაზი სიმღერა გიმღეროთ და მიუძღვა ჩემს ლამას ქუთაის, ჩემს ლამას ქუთათურებს და კეთილის სურვილებით კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს ქუთაის, ჩემს მშობლიურ ქუთაის და ჩემს ლამას ქუთათურებს და სწორედ თქვენთვის ჩემო ქუთაისო, ჩემო ქუთათურებო, შეგესრულეთ ლამას სიმღერას. სავარდო და სამაისო, ჩემო ქუთაისო. არ დავიწყებას იმ ერთ სიხარულს, პირველ სიყვარულს, სიცოცხლის ტრფიას, პატარა ცრემს და პატარა ტკივის, ქუთაისური სიმღერა ქვია. შენზე მღერივარ, შენი მზე მათბობს, გულს მიბნევია თეთრი ვარდები, ქვეყნად სულელას რომ დავავიწოდე, მე ჩემს ქუთაის მოვენატრები, გულს მიბნევია თეთრი ვარდები, მე ჩემს ქუთაის მოვენატრები, მოვენატრები, მოვენატრები. ბალახვას ესმის ჩემი სიმღერა, ჭომას და გორას დამაქვს დარდები, საფირჩხიაზე გვინოს დავლევდა, თეთრი ხიდიდან გადავარდები, გულს მიბნევია თეთრი ვარდები, მე ჩემს ქუთაის მოვენატრები, მოვენატრები, მოვენატრები. ციფის გვირაბი თუ დარჩაუკა, გჯეროდე გარსად დავიკარგები, დამარაგიულ სიყვარულს უმღერთ, ჩვენ ქუთათური ემიგრანტები, გულს მიბნევია თეთრი ვარდები, ჭადდა ყველივით მომენატრები, მომენატრები,
მომენატრები სიმღერი ვართ ემიგრანტები ჭადა ყოველივით მომენატრები 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 მაშ ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს ჩემს გადაცემაში მოწვეული როინიშვილების ოჯახი მუსიკალური ოჯახი მრავალშვილიანი ოჯახი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ადამიანს მე ვიცნობ და ვიცნობთ ერთმანეთს და დღეს სამნი არიან მოსულები ჩემს გადაცემაში რამას ლუკა და აკაკი როინიშვილები და გთხოვთ სტუდიაში შემოგზავნეთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა საბრძანეთ. დიდი მადლობა მოგზავნებისთვის, რომ გამონახეთ დრო, წუთი, წამი და საათი, რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად. როგორ განწყობით ახართ მოსულება მითხარით? კარგი განწყობით. დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატება მინდა გისურვოთ ბატონ მოხას ჩვენს გადაცემებში ყოველთვის. მაშინ, რადგანაც ასე კარგი განწყობით ავართ მოსულები და შემართებით, მე ვიცი რომ ყოველთვის შემართებით ახართ და კარგი განწყობით ახართ, ისეთი ოჯახი ხართ, ხო და მე ვიცი რომ პატარა თამუსია უნდა მოსულიყო სტუდიაში, მაგრამ მოერიდა ალბათ და ალბათ გვიმღერებს და მე შემო ალბათ სტუდიაში და გვიმღერებს ლამას სიმღერას, ხო? აუცილებლად იმღერებს. მოერიდა ჩვენთან საუბარი და ასე შემდეგ. მაშინ დავიწყოთ. პირველი შეკითხვა დავიწყებ და შევეკითხები რამაზ ბატონს. ვინ არის რამაზ როინიშვილი? ვინ არის რამაზ როინიშვილი? რამაზ როინიშვილი არის ერთი უბრალო ადამიანი, ხელოვანი ადამიანი, რომელიც ცდილობს თავის შემოქმედებით საზოგადოებას მიანიჭოს სიამოვნება. მე როგორც ვიცი, სამ გადმოვალ რამას თქვენთან კიდე შემდეგი შეკითხვაზე. აი, სუპერ ბიჭები და ერთ-ერთ მე ამათ ავარქვი სუპერ ბიჭები. რამოდენიმე წლებია უკვე მომნათლე ამ დუეტით. ლუკა და აკაკი როინიშვილები და მე მინდა ახლა პირველი შეკითხვა დავუსვა აკაკის. აკაკი. საიდან აღმოგაჩნდა ეს ნიჭი მუსიკალური და ის ვოკალი, რასაც შენ ლამაზი ხმით აჟღერებ. შენი ლამაზი ყელით. აბა მითხარ. რომელი წლიდან დაიწყე სიმღერის ამღერება? მე დავიწყე სიმღერა 2020-ში. 2020-ში. დიახ. ანუ 5 წლის და რომელი სიმღერა იყო, რომელიც ააჟღერე და გამღერა მამიკომ? პირველი სიმღერა, მამა. პირველი სიმღერა რომელი იყო თუ გახსოვს აბა? ჩემოციცინათება. მართლა? დიახ. შენ ლუკა სხვათა შორის ბატონო მალხას ლუკამ და აკაკიმ ერთად დაიწყეს სიმღერა, პირველი სიმღერა ჩვენ შევასრულეთ ჩემოციცინათება და ორივემ დუეტში იმღერეს ეს სიმღერა. და პირველი ნაბიჯი იყო ამათი, ასე რომ ვთქვათ, სცენაზე ამ სიმღერით. აი, რა მინდა კითხოთ ორივეს, ერთ და იგივე შეკითხვა იქნება ანალოგიურად. მე ვიცი რომ ეს სიმღერა და მუსიკა შეგაყვანათ მამიკომ და რატომ? გაგიჩნდათ სული რომ გამხდარიყავით მუსიკოსები და მომღერლები. აბა პირველი შეკითხვაზე მიპასუხე აკაკი შენ. ანუ ჩვენით მოგვეწონა მამას სიმღერა და ჩვენს გადავწყვიტეთ რომ გვემღერა. და გამოსულიყავთ მომღერლები, ხო? დიახ. შენ ლუკა
ხო, თითქმის მეც მასე ვარ, მამა ჩემის გზას მივყვებით ჩვენ და რასაც გეუბნება, მამა ჩემი უჯერებთ. და როგორც ვიცი, რომ ძალიან ბევრი სიმღერები გაქვთ უკვე ზოგი რომელსაც რამაზი საკუთარი ტექსტით, საკუთარი ტექსტით, მაგრამ თავისი მუსიკალური საავტორო უფლებაც აქვს, მე მგონი რამას გაქვთ, მე ვიცი ერთი მუსიკა, რომელიც შარშან წეს გახდა, ერთი წელი რაც კლიპი წავიდა ის სიმღერის, რომელსაც აშღერდა უკვე მე რომ ჩავწერე თქვენთან სტუდიაში ეს სიმღერა მუსიკაც იყო თქვენი და არანჟირებას და აგრეთვე ანალოგიურად უკეთეთ ბავშვებსაც ბავშვებსაც უწერ სიმღერას ჩვენ დავწერეთ სიმღერა ქუთაისზე რომელსაც ძალიან წარმატებით გაართვეს თავი ბიჭებმა და ამ სიმღერასაც შემოგთავაზეთ სიმღერას ქუთაისზე დღეს თქვენს გადაცემაში ძალიან კარგი რამას გადმოვალ ახლა თქვენთან და ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი ვინ გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი მაგრამ სპორტსმენი მინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი დავდიოდი სირბილში ასე რომ ვთქვათ ჭიდაობდი კიდევაც და ვიყავი კიდე მაგიდის ჩონგურთით დაკავებული მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემო მშობელმა მოგეხსენებათ დედაჩემი მუსიკოსი იყო და როგორც ვიცი პედაგოგიც დიახ ხო პედაგოგი იყო პიანისტი იყო პირველ სამუსიკო სკოლაში ასწავლიდა ქალაქ ქუთაისში და იმან აიღო ინიციატივა ხელში ასე რომ ვთქვათ და დამაინტერესა მისი შემოქმედებით რასაც მუსიკა ქვია და ხელოვნება ქვია თქვენ ხართ 6 შვილის მამა და ამ 6-დან აი უფროსი ბიჭი თუ აქ და უნგრიან თუ აქ ნიჭი სიმღერის რომელიც ამერიკაშია როგორც ვიცი ხო? სამწუხაროდ შოტიკოს დიახ ამერიკაში ცხოვრობს და სამწუხაროდ შოტიკო ვერანაირად ვერ მიიწვია შემოქმედებით ხელი ვერ შევავლე სამწუხაროდ მაგრამ შინაგანი ნიჭი გააჩნია აი ნიკოლოზიც ძალიან კარგი ბავშვი არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი არის უბრალოდ პატარა მეტყველება მაქვს გასასწორებელი და ისიც შეულებრივად იმღერებს და მუსიკის ნიჭი აქვს კი ძალიან მუსიკალური ბავშვია კი ბატონო და ეს ვიცი რომ თამუნაც კარგად მღერის ჩვენი თამუნა უკვე დიდი ხანია უკვე მღერის უკვე აქ თავის საკუთარი სიმღერა რომელიც მამამ დაუწერა სიმღერას ეწოდება შაპუნაწვიმა და იმ სიმღერას რომელსაც დღეს იმღერებს ჩვენი პატარა თამუნა და ნინის კი პატარა მაგრამ ნინის თუ აქ რაღაც პატარა მაინც იმასაკიდან რაც აქ ეხლა ერთი რამე შემიძლია რომ ისაც გენეტიკურად კარგი მუსიკოსი და კარგი ხელოვანი გაიზრდება რადგან თავის დედმამიშვილში ყველას უყურებს რომ ღერიან და ცეკვავენ და თვითონაც ყვება შეულებრივად ბავშვი მათ სიმღერაში და ცეკვაშიც ასე რომ იმედი მაქვს რომ ის ბავშვიც კარგი ხელოვანი ადამიანი გაიზრდება გადმოვალ ახლა თქვენთან შეკითხვით ბავშვებო მე როგორც ვიცი თქვენ სიმღერასთან ერთად გაქვთ ძალიან კარგი ნიჭი საკრავზე სასულე საკრავზე და აი მოყევით როგორ დაიწყო ეს შემოქმედება თქვენ სასულე საკრავთან დაკავშირებით და რომელ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობთ რომ გავანდოთ მაყურებელს და რა წარმატებები გაქვთ რომელი გამცეს პირველად პასუხს შენ თუ მოდი მე გავცემ კითხოს პასუხს კი ბატონო აი კლანეტი ისეთი ინსტრუმენტია რომ ანუ ძალიან მოგწონს მე და აკაკის და ანუ დათო მასწავლებელია ჩვენი ისა დათო ჯიშკარიანი გვასწავლის ჩვენ კლანეტს და რადგან მამა ჩემი ის უკრავს კლანეტზე ჩვენს გავყევით და მოგვეწონა ეს ყველაფერი რა და ესე და მეგვიყვანა აწლეთში და ვსწავლობთ ახლა ჩვეულებრივად ჩვენ და ანუ ესენი სწავლობენ ნიჭი ერთ აწლეთში იქ სხვათა შორის ნიჭი ერთ აწლეთში ისეთი ჩვეულებრივი
მუსიკალური ბავშვები აღწევენ, იქ უნდა იყო საკმაოდ დაჯილდოებული ნიჭით, რომ იქ მიგიღონ, იქ იმიტომ პირველივე დღიდან იყვანისა გამოსვლა ჩაუტარეს, თავიდან ბოლომდე შეისწავლენ ბავშვის ნიჭი და იქიდან გამომდინარე მიიღეს ნიჭი ერთ ათლეტში. აქედან გამომდინარე დღემდე იქ სწავლობენ კლარნეტის სპეციალობით პროფესორ დათო ჯიშკარიანთან, ნიჭი ერთ ათლეტში. აბა შენ რას გვიპასუხებ? აკაკი. ამ კითხვასთან დაკავშირებით. ჩვენ კლანეტი მოგვეწონა ჩვენი ჩვენ მამასგან. მამამ შეგაყვარა. წარმატებები თუ გაქვთ? აი ამ თქვენს რა თქმა უნდა გვაქვს. გადიან კონცერტებზეც გამოდიან, კი ბატონო. იქ თავისი წესი აქვს და იქ იმ წესს უნდა მივყვეთ ჩვენ. საკონცერტო ნაწარმოებს ალკე აძლევენ, საგამოსვლა ნაწარმოებს ალკე აძლევენ და ბავშვები მუშაობენ და ნელ-ნელა ასე ვთქვათ ვითარდებით. აკაკი, მე როგორც ვიცი, უნდა შეგვისრულოთ ერთი ლამაზი სიმღერა, იტალიური სიმღერა. რა სიმღერა უნდა გვიმღერო ახლა? კებელა კოზა. კიბელა კოზა? დიახ. მაშინ მეტი რა გადამჩენია ძვირფასო ტელემაყურებლებო და სცენაზებთ ხო? აკაკი როინიშვილს. N'aria serena, dopo una tempesta, dell'aria fresca, pare già una festa. Che bella cosa una del sole. აი, ახლა გადავიდეთ შემდეგ შეკითხვას. ერთი მუსიკალური ნომერი შესრულდა ჩვენი აკაკის შესრულებით, დიდი მადლობა ამისთვის და ახლა გადავალ რამაზისთან. შეკითხვით ბავშვობის ტკბილი მოგონებები. სხვადასხვა ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს ბავშვობაში. ეს ყველაფერი ჩემი მშობლების დამსახურებაა, რადგან მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და უფრო
უფრო დღევანდელ დღესთან შედარებით მშვიდობიანი პერიოდი იყო და ძალიან თბილად მაგონდება ყოველი ზაფხული ჩემი ბავშვობის, რადგან ძალიან ხშირად ჩვენ ყავს ნათესავები აჭარაში და ყოველთვის თბილად მაგონდება იქ ყოფნა, რადგან მთელი ბავშვობა ზღვაზემა გატარებული ჩემს ნათესავებთან. და ყოველთვის თბილად მაგონდება იქ ყოფნა. ესაა და ეს. ძალიან კარგი. ეხლა მინდა ერთი რამ მიგითხრათ და მაინტერესებს. აქ შენ წეგან მე ვახსენე შესავალში, სამდე სტუდიაში მოგიწვევდით. ხართ ნაღდი ქუთათურები. კი ბატონო. და აი აქ წეგან ვახსენე მე დასაწყისში კიდევაც რომ სტუდიაში იქნებიან 4 ქუთათური თქო. ჩემი ჩათვლით თქო და აი სწორედ 4-ვე ვართ და აი ქუთაისში ხართ ნამყოფი ხო? დიახ, რა თქმა უნდა. გიყვართ ქუთაისი? კი. აი რა მოგწოთ ქუთაისიდან? აი რა ნახეთ ბავშვობიდან მამიკო რომ ჩაიყვანათ ქუთაისში? აი ახსენეთ ქუთაისის ის დიდი სიყვარული რაც თქვენ გაკავშირებთ თქვენ კეთილ გულთან. რა გვაკავშირებს? ურთიერთობა, თბილი ურთიერთობა, მეზობლებთან, მეგობრებთან, ძალიან ბევრი მეგობრები ყავს, ჩემი სამეგობრის შვილები, შვილიშვილებთან მეგობრობენ და რა ვიცი, ქუთაისური სიყვარული გვაკავშირებს, ასე რომ ვთქვათ, ისე ქუთაისა. ერთი სიტყვით ტკბილი ხალხია იქ. შენ რას მეტყვი? აგაგი. დიახ, ჩვენ მეც მასე ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი ხალხი არის მანდ და კარგი ხალხი ცხოვრობს ქუთაისში. კი ბატონო. ეთანხმებით? დიახ. კი ბატონო. ქუთაისი და ქუთათურები სადაც არ უნდა იყვნენ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მით უმეტეს საქართველოს გარეთაც ქუთაისი და ქუთათურები მაინც ქუთაისა და ქუთათურებად რჩებიან. იმ სიამაყით, იმ ნიჭით, რასაც გააჩნია ქუთაის, ქუთათურებს ის იუმორი, სიმღერა და მუსიკა და ყველაფერი სიკეთე. მეგონი მართმოყვარეობა. რა თქმა უნდა. ოცნება რომელიც აგიხდათ არის თქვენ გისვამთ შეკითხვას რამას? ოცნება ამირთა, როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე. ძალიან ოცნებობდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვშრომობდი, კარგი სპეციალისტი ვიყავი კლარნეტის, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ კონსერვატორიაში ჩამებარა და ეს ოცნებაც ავიხთინე. თქვენ მე როგორც ვიცით, კიდე მეორე სასულეზეც უკრავთ საქსაფონს. კი ბატონო. საქსაფონის სპეციალობა მე თვითონ გავანვითარე ჩემ თავში, ასე რომ ვთქვათ. ძალიან ახლო ნათესავი ურთიერთობა აქვს საქსაფონს და კლარნეტს, ასე რომ ვთქვათ, აპლიკატურა თითქმის ერთნაირია და არ გამჭირვებია, ასე რომ ვთქვათ, საქსაფონზე გადართვა და მისი, ასე რომ ვთქვათ. დღეს რა მელოდია შეგვისრულებთ, კომპოზიცია შეგვისრულებთ საქსაფონის თანხლებით? მიმღერე რამე გაგიგონიათ სიმღერა? კი. აი მისი კომპოზიცია მაქვს გაკეთებული საქსაფონზე და ის მინდა შემოგთავაზოთ თქვენ და თქვენს მაყურებლებს. მაშინ ძვირფასო მეგობრებო, სცენას უთმობ რამას რონიშვილს თავისი ლამაზი საქსაფონთან ერთად. თხოვთ. Thank you.
სიამოვნებით. დიდი მადლობა რამას ასეთი ლამაზი კომპოზიციისთვის, რომელიც ააჟღერეთ ის ჰიტად ქცეული სიმღერა საქსოფონის თანხლებით და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. თქვენი პირველი წარმატებები. ჩვენი პირველი წარმატება იყო ნიჭიერ წარსულში, როცა კონკურსზე მივიღე მონაწილეობა. კლარნეტის სპეციალობით წაგვიყვანეს ასე ქვიოდა მაშინ საკავკასკი კონკურსი იყო ასეთი და იქ მივიღე მონაწილეობა კონკურსში კლასიკური სასულე კლასიკური კონკურსი იყო. იქ მივიღე მონაწილეობა და გავხდი პირველი ადგილის მფლობელი კლარნეტზე. და ეს იყო ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, ბავშვობის წარმატება. ძალიან კარგი. თქვენი პირველი სიმღერა, რომელიც შეასრულეთ. ბავშვობაში თუ თუნდაც ბავშვობაში. სიმღერას ვღეროდი ბავშვობიდან, მაგრამ თუ უკვე პროფესიონალურ სცენას გულისხმობთ, უკვე საკმაოდ მოზრდილი ბიჭი ვიყავი, რომ პროფესიონალურ სცენაზე არა მარტო მე და ჩემს სამეგობროს შექმნილი ჰქონდა ბენდი და კონცერტებში ძალიან ბევრ კონცერტებში ვღებულობდით მონაწილეობას. ეს იყო ამირან კერესელიძე, გია გოგოლაშვილი, მე რამაზ როინიშვილი და ჩემი ძმა თენგიზ როინიშვილი. უწინვალესი და უნიჭიერესი მუსიკოსი თქვენი ძმაც. კი ბატონო. არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ძალიან მინდა მოვიწვიო მე ჩემ გადაცემაში, მაგრამ მოხდება ეს ალბათ დარწმუნებულია რომ ამასი თენგო ოფისურად მოვა ჩემს გადაცემაში და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მე გამიხარდება ეს თუ ის გესტუმრება და მესტუმრება ჩემს გადაცემაში. მე როგორც ვიცი, წეგან ვახსენეთ პატარა თამუნა, რომელიც ვერის არაჩვეულებრივად კარგი სმენა და მინდა ახლა ის თავად მოვიწვიო თავისი ლამაზი სიმღერით, რომელიც თავისმა მამიკომ თქვენ რა თქმა უნდა დაუწერეთ მუსიკა და არანჟირებად კი გაუკეთეთ. თო მე თამარ როინიშვილს შემოვიდეს და გვიმღეროს ერთი ლამაზი სიმღერა. სიმღერას აქვია რამას? შხაპუნა წვიმა. შხაპუნა წვიმა შეგვისრულებს ჩვენი პატარა თამუნა როინიშვილი.
დავუბრუნდეთ კითხვების კორიენტეს და ბავშვებო. აი ცხოვრებაში თქვენ ჯერ ბავშვები ხართ და ჩვენს გაგვივლია შენს მამიკოს და მეც ჩვენ თაობის ხალხს ბავშვობის წლები. აი რა გახსენდება და რა გაქვთ ტკბილად მოგონებათ, რომელსაც იხსენებთ აი თქვათ ბავშვობიდან. ჯერ კიდევ ბავშვობიც ახართ, მაგრამ მაინც მაინტერესებს ჯერ პირველ რიგში შენი პასუხი ჩემო. რა ვიცი, აი აგაკი. ლუკა მოდი. თუ ზაფხულში გატარებული აბა მოგიარეთ, გატარებული არ დადეგები სოფელ დარკვეთში. ხო, სოფელში. დედულეთში, ასე რომ. დიახ. შენ რა გახსენდება? დიახ, მეც მასე ვარ. კარგით. ძალიან უყვართ დედულეთი. რამას გადავინაცვლებ შემდეგ შეკითხვაზე მეგობრობა რას ნიშნავს თქვენთვის? მეგობრობა ძალიან ძვირფასი რამეა და მეგობრობა არის ყველაფერი, იმედი, კედელი ადამიანს, როდესაც შენი იმედი აქვს და მით უმეტეს როგორც მეგობრის, მეგობრობა არის ძვირფასი რამეა. ეს არის ერთ-ერთი გზნობა ერთგულების, ძმობის და გვერდში დგომის და პატივისცემის. შვილები თქვენთვის ნიშნავს, რას ნიშნავს შვილები თქვენთვის? ჩემთვის შვილები ყველაფერი არის. ჩემი შვილებით ცოცხლობ, ჩემი შვილებით სუნთქავ, ასე ვთქვათ. და თუ რამეს ვაკეთებ, ჩემი შვილების გამო ვაკეთებ. ასე რომ ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერი. გეთახვებით, რა თქმა უნდა. და ეხლა რა სიმღერას დუეტი გაქვთ მოტანილი, რომ ვერ იხართ ერთ კიდევ ლამაზ სიმღერას. ორი სიმღერა გაქვთ მოტანილი, ხო, თქვენ დუეტში. და ეხლა პირველ სიმღერას რომელ შეგვისრულებ? ერთი სიმღერა არის ნატო გელაშვილის შენაირად ვეღარავინ შემიყვარებს, ამის არანჟირება მე გავაკეთე და სხვათა შორის ძალიან კარგად გაართვენ ბავშვებმა თავი ამ სიმღერას და ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს სიმღერა ჩვენი არანჟირებით. და დანარჩენი საზოგადოების მაყურებლისთვის მიგვინდია. მაშინ კიდევ გადამჩენია და მაყურებელს გავანდოთ ის ლამაზი სიმღერა ნატო გელაშვილის, რომელსაც ახლა შეგვისრულებს ლუკა და აკაკი სუპერ დუეტის სუპერ ბიჭები. ბატონო. შევთითქოსებ და შებარია უშენობით ყვავილებით სტუმან მოლოდინმა ყველაფერი ჩაჩუმა ისმის მხოლოდ ყვავილების სუნთქვა მოლოდინმა ყველაფერი ჩაჩუმა ისმის მხოლოდ ყვავილების სუნთქვა ღარავინ შემიყვარებს შენაირად ღარავი მათბობს მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო შენაირად ღარავინ შემიყვარებს შენაირად ღარავი მათბობს სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო
ზაფხული შემოიჭრა სუშიზე დაცრემლებად დაიღვა რაღამე მოდი სანამ შენზე ფიქრი შემიძლია მოდი სანამ სათქმელი მაქვს რამე მოდი სანამ შენზე ფიქრი შემიძლია მოდი სანამ სათქმელი მაქვს რამე შენაირად აღარავინ შემიყვარეს შენაირად აღარავინ მათბობს მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო შენაირად აღარავინ შემიყვარეს შენაირად აღარავინ მათბობს მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო შენაირად აღარავინ შემიყვარეს შენაირად აღარავინ მათბობს მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უყვარ ხარ კარგო ძალიან კარგი ბავშვები ხართ, ნიჭიერები ხართ, დიდი მადლობა ასეთ ლამაზი სიმღერისთვის და ვაგზელებ ისევ ჩემ გადაცემაზე ისევ კითხების კორიანტელს. რა არის თქვენთვის მუსიკა? საქმიანობა თუ ჰობი? ცოტა უცნაური შეკითხვა, მაგრამ პროფესიით მუსიკოსი ვარ, სხვა სპეციალობა არ გამაჩნია და რა თქმა უნდა პროფესიაც და ჰობიც, რადგან უფრო პროფესია. უფრო პროფესია რა თქმა უნდა და ჰობიცაა და პროფესიაც, რადგან შემოქმედება ზოგადად ძალიან მიყვარს ბატონო მალხას და ალბათ შემოქმედებაში სულ ასე ვიქნები ყოველთვის ჩაძირული, ასე ვთქვათ. როდის და როგორ გადაწყვიტეთ ცხოვრების დიდი ნაწილი მუსიკისთვის დაგიკავშირებიათ? ეს ბავშვობიდან გადაწყვეტილი საქმე არის. როცა დედამ მომცა სპეციალობა, რასაც კლარნეტის სპეციალისტი ქვია, იქიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ ამ საქმეს ვემსახურებ. რამას მე ვიცი რომ კიდევ ერთი ლამაზის შესრულებით ახალ მოსული მუსიკით, ლამაზის სიმღერით. და რა სიმღერა შეგუსრულებთ ახლა? ეს არის ჯანსუხ კახიძის ულამაზესი სიმღერა მოვა მაისი. მაშინ თო რამას როიმშვის გიმღეროს ჯანსუხ კახიძის სიმღერა მოვა მაისი. მოვა მაისი მოვა შენი ატმის ლოყებით მოიტან შენს ფერყვავილებს და შენ სურნელებას მოვა მაისი შენ კი აღარ და მელოდები
და მე არ ვიცი რა მეშველება მომაისი შენ კი ახარ და მელოდები და მე არ ვიცი რა მეშველება შენი მოსვლამზის ამბოსო ამაგონია შენი ქებას ლაბრად გამიგონია ერთს გაზაფხული ვერ მიშვების ვეღარა გამომცვლის უშენო ჩემთვის მაისიც კი ვერ იმაისებს დავარდობისთვის ხინის ნაცვლად ამ გულს გამოცვლის შენზე უძირო სევდით ამივსე დავარდობისთვის ხინის ნაცვლად ამ გულს გამოცვლის შენზე უძირო სევდით ამივსე შენი მოსვლამზის ამბოსო ამაგონია შენი ქებას ლაბრად გამიგონია Brate namigonia Sheni mosłamzi samoso amagonia Sheni kebaz brate namigonia დიდი მადლობა რამას და ცოტა უჩვეულო შეკითხვა მინდა დაგისვა. როგორი მეუღლეა რამას რონიშვილი? როგორი თქო, ტრაბალს ვერ დავიწყე, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ძალიან ბევრ შრომობ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მოწესრიგებული მყავდეს. ყველა საკითხში და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი იყოს ყოველთვის მოწოდების საფეხურზე, ასე ვთქვათ. ბავშვებო, მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ახლა. აი საქართველოს ყავს შეუდარებელი მუსიკოსები და მომღერლები, ხო? რომელსაც ვერ გამოვარჩევ ერთმანეთში, ერთმანეთზე უკეთესები არიან. აი თქვენ როგორც მუსიკოსები, უკვე ჩამოყალიბებული მომღერლები ხართ. თქვენს წლოვანებაში რო იტყვიან და აი დაუსვამ ლუკას. შენთვის საქართველოს უცხოეთის მომღერლებს არ ვახსენებ. აი რომელი მომღერალი არის თქვენთვის საუკეთესო? გინდა ქალი იყოს, გინდა მამაკაცი. აი ვინ გიყვარს ეს რა ქვია ქართული მომღერლებიდან? რო დავფიქრდი, ხა თათა და ბაბი მაგალითად. ძალიან კარგად მღერიან და ამის შოუს ბენდის დიახ, გოგონა. ამის შოუს ბენდის კი ბატონო, არ ნახული მომღერლები. კი. კი ბატონო.
შენთვის დიახ, მეც იგივე. ესე ანალოგიურია შეც იგივე, ხო? კარგით. რამას ჯერა, რისი ჯერათ? სიმართლის. სიმართლის მჯერა ყოველთვის, როცა მართალს მეუნება ადამიანი და ჯერა მეგობრის, ჯერა ახლობლის და ყველა ჩემი ოჯახის წევრის. რა არის ყველაზე მთავარი თქვენ ცხოვრებაში? თავი ღირსეული ცხოვრება. ამ ქვეყანაზე ღირსეული ნაბიჯებით სიარული და სიყვარულით ცხოვრება ამ ქვეყანაზე. ყველას მიმართ. ეცახან მე ბავშვებს დაუსვი ესე შეკითხვა, რასაც ხვდა ქუთაისთან დაკავშირებით. აი, შენ რას გაიხსენებდი იმ ბავშვობიდან მოყოლებული თუ მოზრდილობაში და ასე შემდეგ ქუთაისთან დაკავშირებით სიყვარულით, რაც ქუთაისთან გაკავშირებს. ქუთაისთან მაკავშირებს ძალიან დიდი სიყვარული, სადაც მე დავიბადე, სადაც მე გავიზარდე. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში ვისწავლე სითბო, სიყვარული, ურთიერთობა საზოგადოებასთან. თუ რამე გამაჩნია, ჩემი ქუთაისის დამსახურება აბსოლუტურად. იმიტომ რომ ქუთაისმა ძალიან ბევრი რამე შემძინა. ჩემს კაცობაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაში, თუ რამე შემოქმედებითი რამე გამაჩნია და განათლება გამაჩნია, ეს ყველაფერი ჩემი ქუთაისის და ჩემი საყვარელი ქალაქის დამსახურებაა. თუნდაც კაცობა იყოს, თუნდაც შემოქმედება იყოს. ეს ყველაფერი ჩემი ქუთაისის დამსახურებაა. აი, ადრე ვეძახით ჩვენ ქუთაისლები და აი, რასაც ქვია, ნაღდი ქუთათურები, რასაც ქვია, აი, რიონისპირა ბიჭები ვართ. და ესეც არის. მე როგორც თქვენ ამაყობთ, თქვენი ქუთაისით, ქუთათურობით ანალოგიურად მეც ესე ვარ და ყველა ნაღდი ქუთაისელი ეგრე არის რა. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? ჩვეულებრივი დღე. სხვათა შორის ძალიან დატვირთული. ჩვენი დილა იწყება ყოველთვის ფუსფუსით. ადეგი ლუკა, ადეგი სკოლაში ხარ წასასვლელი. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე აქტიურობს, იმიტომ რომ მე ყოველთვის საღამოს ძალიან დაღლილი მოვდივარ და ცოტა გვიან მიწევს. გაღვიძება, იმიტომ რომ ღამეც მიწევს ზოგჯერ მუშაობა, მაგრამ ჩემი მეუღლე განაწილებული გვაქვს ჩვენ მოვალეობები, ბავშვის ბაღში წაყვანა, ბავშვების მოწესრიგება, სკოლაში გაშვება, სადილის მომზადება და ასე შემდეგ, ეს ჩემი მეუღლეს აქვს და დანარჩენი ბავშვების მუსიკალური განათლების მიცემა, სიმღერა, რა ვიცი, მომზადება, ფინანსური დატვირთვა, ყველაფერი ჩემს თავზეა, ასე ვთქვათ. და ასე გვაქვს გადანაწილებული ყოველი ჩვენი დღე. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ახლა ბავშვებო თქვენ. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი შარშანწინ იყო გადავიღე ფილმი ვაგელი წითელკუთა. დიახ. შენ იყავი გელი, რა ქვია სახელი? თუ ახსოვს? მურთხი კომერცია. მურთხი. აი როგორ გაიხსენებდი და ამ ფილმთან დაკავშირებით და როგორ მოგეწონა შენი პერსონაჟი რო ითამაშე გელის როლი. და რა და გამახსოვდა ამაში, ამ ფილმში? ითხრა. ყველაზე ძალიან მე დამამახსოვდა რომ ბავშვებთან ურთიერთობა. თვითონ როლთან დაკავშირებით რო ითამაშე გელის ის თვითონ საინტერესო პერსონაჟი იყო რა. კი ბატონო. და ეს სხვათა შორის საკმაოდ კარგად გაართვენ თავს. კი და პრემიერაზე და ძალიან დიდი მოწონება და კარგი სიტყვებით გამოვიდა დავსა საზოგადოება ფილმის პრემიერა რო იყო და ამისთვის დიდი მადლობა. შენც მონაწილეობდი, შენ იყავი უფრო ეპიზოდურ როლში, მაგრამ
იყავი ფილმის ერთ-ერთი გმირიც. ამის დიდი მადლობა ბავშვებო და რომ ამ ფილმში მიიღეთ მონაწილეობა და უარი არ მითხარით. და ამას კიდე გარდა მამიკოს მადლობა რომ უარი არ მითხრა თქვენ რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ ფილმში. ეხლა მეტი რაღა დამჩენია ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მინდა დაგემშვიდობოთ და დიდი მადლობა გითხრათ მომბრძანებისთვის კიდევ ერთხელ და ისე მე არ გავუშვებ ამათ აი ამ ორ უნიჭერეს ბავშვს და რადგანაც 4-ვე ვართ ქუთათურები ლამაზ სიმღერით ქუთაისზე დავასრულებ დღევანდელ ჩემ გადაცემას. მე კი გემშვიდობებით ბატონ მალხას მინდა ეს სიმღერა ყველა ქუთათურს მიუძღვნა დიდი სიყვარულით. დიდი პატივისცემით. მე თქვენი სახელით, ჩემი გადაცემის სახელით მოვიკითხა ჩემს ქუთათურებს სავარდო და სამაიზო, ლამაზო ქუთაისო გენაცვალე და უთმობ ასპარეზა სენას დუეტ სუპერ ბიჭებს აკაკი და ლუკა როინიშვილებს. მე კი გემშვიდობებით კეთილი სრულებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებით. ნახვამდის. სამაისო შემოთბილო ქუთაისო მიყვარს შენი ხედები ქალაქი ხარ სიყვარულის კაცობის და იუმორის შენი შესადარის სადარის ბაგრატიდან გადმოგცქერი ტკბები შენი სილამაზით გულის სიხარულით ივსება შენ სიყვარულს დავატარებ დიდი გრძნობით სიამაყით ქუთაისო რა შეგედრება ქუთაისო ლამაზო და მშვენიერო ქუთაისო სავარდო და სამაისო მშვენიერო ქუთაისო სავარდო და სამაისო გორის აღმართ საუყვები უბნისით ვოსთან დაყვები ამ სიხარულს რა შეედრება აქ ისწავლის სიყვარულს და ძმაკაცურად მოფენებას აკაცობას დიდი ფასი აქვს ამ ქალაქმა გამოზარდა ბევრი სასახელო შვილი ეს ხომ ჩვენთვის სამაყოა ვათხე გრძელოთ ჩვენი კუთხე ჩვენი ფუძე ჩვენი კერა ეს ხომ ჩვენი ქუთაისია ქუთაისო ლამაზო და მშვენიერო ქუთაისო სავარდო და სამაისო ქუთაისო ლამაზო და მშვენიერო